ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მზია მაღლობელი საჩივარი, რომელიც სტიკერის გაკვრის გამო მის დაკავებას ეხებოდა, არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მზია მაღლობელი კანონიერად დააკავეს. საქმე ეხება 2025 წლის 11 იანვარს მზია მაღლობელის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას. ამ ქმედების გამო ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მოგვიანებით კი დააჯარიმეს კიდეც. ბათუმელების ცნობით, მანამდე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ამ საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე უკვე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი და დაკავების კანონიერებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. თუმცა მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი საჩივარი განსახილველად პირველ ინსტანციას ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა. მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საი ევროპულ სასამართლოში სამ საქმეს აწარმოებს. გასაგზავნად კი მეოთხე საჩივარს ამზადებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ეხება.